დავიღალე რა Facebook-ზე ხალხთან ხანჯლაობით რა. ეხლა ამერიკელები ჩემომივარდნენ და ანტიტრამპისტი ამერიკელები ჩემომივარდნენ. იმათ საერთოდ ინფორმაციის ვაკუუმი აქვს, იმიტომ რომ უსმენენ ისეთ გაცვეთილ საინფორმაციოებს, როგორც არის CNN-ი, რომელიც მთლიანად იყო შესყიდული დემოკრატების მიერ და ეხლა გამოანთავისუფლებს მას კი და იქნება ძალიან ობიექტური. მეგობრებო, მე ლაპარაკი მაქვს პუტინის ინტერვიუ რო სასწრაფოდ გამართა გერმანიის მასმერერაც გერმანიის არჩევნები წააგო. დიახ, პუტინმა გერმანიის არჩევნები წააგო. იქ მოვიდა კონსერვატორი პარტიის წარმომადგენელი, ანუ ტრამპის გეგმები იწყება. ამ ინტერვიუთი თუ თქვენ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ პუტინი საერთოდ არ ენდობა ტრამპს, 50% უკენდობა დაკარგული აქვს და რას ამბობს? გაინტერესებთ რას ამბობს? თუ მე მოგიყვეთ, იმიტომ რომ ნახველი არა. ლინკია თუ რამეა შედით, მაგრამ ვინ არის ამის ნახველი ზეზე აი არალოზე რომ იმაშვებია რა ქვია. მოკლედ არენდობა ტრამპმა გამოაჩინა თავისი ბჭყალები. მე არ მაინტერესებს რა მოლაპარაკება იქნება თუ მინერალებთან დაკავშირებით ტრამპს და ზელენსკისო, მაგრამ ტრამპს თუ უნდაო მინერალებიო კაცოს რუსეთიო სავსეა მინერალებითო და ასახელებს სხვადასხვა ქალაქებს, რეგიონებს თუ უნდა მივყიდით მივცევთ რა პრობლემა არის. ასევე ლაპარაკობს ზელენსკის დაბლ რეიტინგზე და ამით ნამდვილად აუწია რეიტინგი ზელენსკის. აი იმ ზალოჟნიძე საუბრობს, რომელიც ზელენსკიმ თავის დროზე გააგდო ლონდონში. ეხლა უკრაინის ხალხი საერთოდ აღარ მიენდობა ზალოჟნის და ზელენსკის რეიტინგი აიწევა და აიწევა. მოკლედ, მეგობრებო, სასწაულები ხდება ჩვენს გარშემო და საქართველო აუცილებლად გაბწყინდება. დამიჯერეთ. რა ვქნა, აი ესე მოკლედ, ხალხური ენით და გასაგებად ვსაუბრობ. წავიდე სილამაზეს მივხედო.